რა შეგიძლია გითხრა მწვრთნელთან, რუბენ ამორიმთან ურთიერთობაზე? მასთან ერთად ყოველდღე ვარჯიში ჩემთვის შესანიშნავია, რადგან ის ბრწყინვალე ბიჭია. მასთან ყოველდღიური ურთიერთობით სიამოვნებას ვიღებ და მის შესახებ ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია. ეს თამაში დიდხანს ემახსოვრებათ. შენ კი რა მომენტში ირწმუნე, რომ მატჩი შემოbrunება შესაძლებელი იყო და რა ხდებოდა ამ დროს შენს გონებაში? როდესაც დიდებულ სეივს ასრულებ და გუნდი იგებს, ვიცი თავს როგორ გრძნობ. როდესაც გუნდი კარგად ვერ ირჯება და ვმარცხდებით, ვიცი თავს როგორ გრძნობ. გამარჯობა ანდრე. შენთან ინტერვიუს ჩაწერა სასიამოვნოა. ჩემი პირველი შეკითხვა უკანასკნელ მატჩს შეეხება, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედმა პარასკევს ჩელსისთან გამართა. რა შეგიძლია გითხრა ამ შეხვედრის შესახებ პირველ რიგში ტემპით ვარ დაინტერესებული? ჩემი აზრით ტემპი დიდებული იყო. მეტოქის ბრწყინვალებას ჩვენ ანალოგიურად უპასუხეთ. ბურთს უფრო ხშირად ჩვენ ვაკონტროლებდით და თავს მეტად ვიცავდით. არ გაგვიმართლა და თამაში ვერ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ჩელსი დიდებული გუნდია. მათ ძალიან კარგად ითამაშეს და გამარჯვებას ულოცა. მადლობა. რა შეგიძლია გითხრა მწვრთნელთან, რუბენ ამორიმთან ურთიერთობაზე? შენ ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობდი, თუმცა სეზონის შუაში ახალი მწვრთნელი დაინიშნა. რა შეგიძლია გითხრა რუბენის შესახებ? რუბენზე ბევრი კარგი რაღაცის თქმა შემიძლია. თუმცა უკანასკნელ წლებში უამრავი მწვრთნელი გამოვიცვალე და თითოეული მათგანის შესახებ შემიძლია ხანგრძლივად ვისაუბრო. ყველასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. რუბენთან ფანტასტიკური დამოკიდებულება მაქვს. ის კარგი ბიჭი და ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, რადგან თავადაც ფეხბურთელი იყო. მან იცის რას ვფიქრობთ, როდის ვგრძნობთ თავს ცუდად და როდის ვართ ბედნიერები. ის ყოველთვის მეუბნება, რომ ზუსტად იცის კონკრეტულ მომენტში თავს როგორ ვგრძნობ, რადგან ისიც ჩემსავით იყო. კერძოდ კი ის თამაშობდა. როდესაც დიდებულ სეივს ასრულებ და გუნდი იგებს, ვიცი თავს როგორ გრძნობ. როდესაც გუნდი კარგად ვერ ირჯება და ვმარცხდებით, ვიცი თავს როგორ გრძნობ. შესაბამისად არ ინერვიულო, რადგან ყველაფერი ვიცი. ჩვენ ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. მისი კარი ყოველთვის ღია და მოთამაშეებთან სასაუბრო დროს ის ყოველთვის ნახულობს. ეს შეკითხვა მანჩესტერ იუნაიტედის მეორე მეკარეს, ალთაი ბაინდირს შეეხება. რა შეგიძლია გითხრა მასზე? რამდენად გეხმარება მასთან პარტნიორობა? როგორი შეგრძნებაა, როდესაც გუნდში მეგობარი და ამავდროულად მეტოქე გყავს? ჩვენ მეგობრები ვართ. ალთაი ბაინდირი თურქია. ის კარგი მეკარეა. მან უკვე ბევრ რაღაცას მიაღწია და თურქეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაურიც აქვს მორგებული. ის ფენერბახჩეს კაპიტანიც გახლდათ და იქ ყოფნის პერიოდში ჩინებულად ირჯებოდა. მასთან ერთად ყოველდღე ვარჯიში ჩემთვის შესანიშნავია, რადგან ის ბრწყინვალე ბიჭია. მასთან ყოველდღიური ურთიერთობით სიამოვნებას ვიღებ და მის შესახებ ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია. ის ჩემი მეგობარია და მე ის ძალიან მიყვარს. მასთან ურთიერთობით და მუშაობით მე ბედნიერი ვარ. გასაგებია. შენ ევროპის რამდენიმე საკულტო საფეხბურთო ქალაქში ცხოვრობდი და თამაშობდი. ბარსელონა, ამსტერდამი, მილანი და ახლა მანჩესტერი. რა სიტყოდი საფეხბურთო კულტურის შესახებ თითოეულ ამ ქალაქში და რა შეგიძლია გითხრა ამ სპორტის ხომაგების შესახებ? გულშემატკივრების შესახებ ყველგან? რას გულისხმობ? დიახ, ბარსელონელი, ამსტერდამელი, მილანელი და მანჩესტერელი ხომაგების შესახებ. ყველა საფეხბურთო კლუბს თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს. ბარსელონაში კარგი დრო გავატარე. მანჩესტერ იუნაიტედი ფანტასტიკურია. ხომაგები ყოველთვის კარგები არიან, როდესაც გუნდი იგებს. თუმცა ვითარება მაშინ რთულდება, როდესაც გუნდი წარმატებას ვერ აღწევს. იუნაიტედის გულშემატკივრების შესახებ რაღაცას ვიტყვი. თუ მათსა და ფეხბურთელებს შორის არჩევანის გაკეთება მომიწევს, მათ ავირჩევ. რადგან ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ და მხარს გვიჭერდნენ. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდებოდა მაშინაც კი, როდესაც სირთულეების წინაშე ვიდექით, მთელი სეზონის განმავლობაში ისინი მუდმივად გვეხმარებოდნენ. მღეროდნენ და ბიძგს გვაძლევდნენ. მათი ყოლა შესანიშნავი განცდაა. ისინი ჯარისკაცებივით არიან, რომლებიც ნებისმიერი სიტუაციის მიუხედავად ყველგან გამოყვებიან და შენ გვერდით იქნებიან. ეს უბრალოდ ფანტასტიკურია. მადლობა. მომდევნო შეკითხვა ლიონის ოლიმპიკთან შესრულებულ კამბექს შეეხება. ეს თამაში დიდხანს ემახსოვრებათ. შენ კი რა მომენტში ირწმუნე, რომ მატჩი შემოbrunება შესაძლებელი იყო და რა ხდებოდა ამ დროს შენს გონებაში?
100%-ით მჯეროდა, რადგან თუ არსებობს ერთი გუნდი, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, ეს ჩვენ ვართ. ლიონი მოედანზე 10 კაცით იყო დარჩენილი. როდესაც ანგარიში 2-4 გახდა, შემცირდა იმის რწმენა, რომ გავიმარჯვებდით. თუმცა ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა და ასეთ დროს გუნდის ლიდერებმა მოთამაშეები უნდა გაამხნევონ და უთხრან, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ და საბოლოოდ ჩვენ ეს მოვახერხეთ. ჩვენი გუნდითა და მიღწევით ძალიან ვამაყობ, რადგან ეს მარტივი არ გახლდათ. შემდეგ ეტაპზე გადავედით და ახლა უკვე ფინალში ვართ. შესაბამისად, ფინალზე უნდა ვფოკუსირდეთ. გასაგებია. შენი ამჟამინდელი თანაგუნდელებიდან როგორ აღწერდი კაზემიროსა და ბრუნო ფერნანდეშს? როგორც გუნდის ლიდერებს. რას მატებენ ისინი გუნდს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა? მოედანზე ისინი ბევრ რაღაცას აკეთებენ. მათ გარდა ჩვენ ლუკ შოუ, დალო, ტომ ჰიტონი, ალთაი, ჰარი, ვიქტორ ლინდელოფი და ჯონი ყავს. ისინი ძალიან კარგი ბიჭები და ფეხბურთელები არიან და ჩემთვის ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. კარგი ანდრე. უკანასკნელ შეკითხვას დაგისვა. მინ იყო შენი რჩეული მეკარე ბავშვობაში და რა იყო ის, რამაც ამ გზის არჩევას შთაგაგონა? როდესაც ვიზრდებოდი, კონკრეტული კერპი მყავდა. თუმცა დროთა განმავლობაში ეს შეიცვალა. თავდაპირველად ედვინ ვანდერსარის გულმხურვალე კომაგი ვიყავი. თუმცა დროის გასვლასთან ერთად შეიცვალა ის, თუ როგორ აღვიქვამდი ფეხბურთს. როგორც მახსოვს, ეს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მოხდა, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა. როდესაც გერმანიის ნაკრების მეკარის მანუელ ნოიერის ასპარეზობა ვიხილე, რაღაცეები გადავაფასე და მივხვდი, რომ მეკარეს შეუძლია გარისკოს. დიდი სივრცე დაფაროს. საჯარიმოს მიღმა ითამაშოს. გრძელ გადაცემებსაც კარგად ასრულებდეს და კარშიც დიდებულად ირჯებოდეს. შენ თანამედროვე მეკარე უნდა გახდე და მისი დამსახურებით სხვაგვარად ფიქრი დავიწყე. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მინდოდა, რომ მისი მსგავსი გამხდარიყავი და შესაბამისად სტილის შეცვლა დავიწყე. ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე ნოიერმა მოახდინა, ვის წინააღმდეგაც ბევრჯერ მითამაშია. ის ჩემი კერპია და მის გამო მთელი ჩემი სტილი შევცვალე. მე ის ძალიან მომწონს. მიყვარს და მე მას დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის ის საუკეთესოა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ეს უკანასკნელი შეკითხვა იყო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ანდრე, განსაკუთრებით ევროპა ლიგის ფინალის მოგებას.